კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. საგამოძიებო კომისიის წევრებმა დიმიტრი სანაკოევს მოუსმინეს. დიასპორის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გუშინ დააკავა. უწყების ცნობით 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. მარიამ ქართველიშვილი გვიერთდება დეტალებით. საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და წითელი ცირკულარი ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაკავებულია მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დააკავა. ის გადმოიყვანეს რუსთავში ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ადვოკატი ამბობს, მას კანონის შესაბამისად მისცეს 1 ზარის განხორციელების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილი დაუკავშირდა საკუთარი ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ კი ადვოკატი ჩაერთო პროცესში. ადვოკატი სულ რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა რუსთავის ნომერ 12 დაწესებულებაში, იქ სადაც ძებნილი დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ის შეიძლება ითქვას რამდენიმე წუთით იმყოფებოდა ბაჩიაშვილთან. გამოსვლის შემდეგ ითქვა, რომ თავად ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა არ მისცა მას იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მედიასთან საქმის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ესაუბრა. ადვოკატმა სულ რამდენიმე წინადადება თქვა, რომ ბაჩიაშვილი თავად ისაუბრებს მისი დაკავების საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად, თუმცა მისი სურვილი არის, რომ ხვალ სასამართლო პროცესი, როდესაც შედგება, თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე დეტალებზე სამწუხაროდ ვერ დაგელაპარაკებ. გიორგი ხვალ გააკეთებს განცხადება სასამართლო პროცესზე. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართლიანობა უნდა ახსრულდეს. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცსამსახურებმა წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რისთვისაც მადლობას უხდიან. დეტალებთან დაკავშირებით ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე ზოგადად შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებელი და კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოგაწოდოს სრული ინფორმაცია. მე შეიძლება რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, ამიტომ ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული სწორედ სამსახურს. ამ ადამიანს დაუმტკიცდა სასამართლოთი, რომ აქვს ასეულობით მილიონი მოპარული, მითვისებული, თაღლითური გზით, მე ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები სპეცსამსახურების, ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების თუ სხვა მოძრაობების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ. არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, თან მთავარი დამფინანსებელი იყო ოპოზიციის დაგეგმილი თუ დასაგეგმილი თუ მიმდინარე აქციების და საბოლოო ჯამში ასრულებდა ისიც დავალებებს სხვანაირად
მის იქმედება მას რომ ის გაებედა რას გაბედა წარმოუდგენელია დავალების შემსრულებელი ადამიანი რომელსაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული ძალიან კარგი გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი საუბარია დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმესთან დაკავშირებით მას 11 წლიანი სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდეს ამის გარდა ასევე სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმესაც ის მთავარი ფიგურანტია საუბარია მტკვარი ჰესის საქმეზე ასევე მას ედავებიან საზღვრის უკანონო კვეთას ბაჩიაშვილი რამდენიმე თვის წინ შეიძლება ითქვას რომ ქვეყნიდან გაიქცა მაშინ საუბრობდა რომ გამოიყენა კონკრეტული ადამიანები და ხვრელების სისტემაში რამდენიმე თვის შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ის სადახლოსა და წითელი ხიდის ტერიტორიაზე მწვანე ზონაში დააკავეს ის ამ დროისთვის რუსთავის ნომერ 12 ციხის პატიმარია Adloba Mariam, ქრონიკის პირდაპირ ეთერში Mariam ქართველიშვილი საუბრობდა. Მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებიდან პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს Deep State-ი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი საუბრობს. ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება შეაფასა, სადაც დემოკრატიის უკუსვლასა და კანონების გადახედვაზეა საუბარი. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს განცხადება და ამ განცხადების შინაარსი არშობრივად ეწინააღმდეგება იმას, რაც მას ალბანეთში საფრანგეთის პრეზიდენტმა სწორედ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შემდგარი კომუნიკაციის დროს უთხრა. შესაბამისად, ეს არშობრივი წინააღმდეგობა ირაკლი კობახიძეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მისი განცხადებით Deep State-ი მძვინვარებს. პარალელურად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონკრეტული სამი ევროპელი ლიდერის მხრიდან ეტიკეტისა და პროტოკოლის დარღვევაზე საუბრობენ, რადგან იცით, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკის შემცველი განცხადება გავრცელდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად დამოუკიდებლობის დღეს კი ქვეყნები პარტნიორ თუ მეგობარ ქვეყნებს ამ დღეს ულოცავენ. პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაშიძლავრობს, რა თქმა უნდა, Deep State-ი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს, რა თქმა უნდა, მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსაც კი არ იცავენ, ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი. რაც შეეხება მაკრონს, მე რაც მითხრა მან ალბანეთში, არის თავისი არსის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. ხო, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ხედავთ. ყველაფრის გამოყენება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი არის მიუღებელი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები და ზოგადად ულოცავენ ქვეყნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ ვინმეს კრიტიკა უნდა ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ, არიშურებენ ამისთვის საგისხმევას, ეროვნულ დღესასწაულის გამოყენება იმისათვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი. ეს საუბარი შედგა, იქ კითხვაც იყო და პასუხიც, მე ძალიან კარგად მახსოვს რა კონტექსტში ითქვა, მოკლედ დასკვნა იმ საუბრიდან არის ის, რომ ნამდვილად გაზიარებულია ის ხედვები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება სხვა ინტერპრეტაციებს და რასაც ჩვენ ხედავთ, ხა ეს უკვე ზედმეტია. მართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერებიც ფიქრობენ, რომ ევროპელ ლიდერთა უმრავლესობა არ მოქმედებს დამოუკიდებლად, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი Deep State-ის გავლენის ქვეშ არის, დამატებით საპარლამენტო უმრავლესობა ბუნებრივია აფიქსირებს მზაობას ნებისმიერ ქვეყანასთან დიალოგის თაობაზე, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ ასეთი დიალოგის შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში არ იქნება განხილული საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ანუ ქვეყანა არ აპირებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს გადახედოს. დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?
აი ვის და რაზე ველაპარაკებით? დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედა. ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ უკანასკნელი აწლეულების ისტორიაში, განმავლობაში ასეთი ხარისხი ჩვენ დამოუკიდებლობისა არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს. პროგრესს, ევროინტეგრაციას რეალურს და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს. რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარაზროს მიიღება. ყველა შეთანხმება, ყველა დიალოგი მიმართული იყო რას ჩამოგციცქნიდნენ, აი პირდაპირ მნიშვნელობით სუვერენიტეტიდან. სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი ვიდრე შიდა ბერკეტი. და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი და მისი ხელისუფლება აღარაზროს დაჭდება. ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის გაერთიანებას, ქვეყნის სიძლიერეს, ქართველი ადამიანის, კაცისა და ქალის ინტერესს მოემსახურება, ნებისმიერი საკითხის გადაჭრაზის გადავარჩა. გლობალური ომის პარტია, Deep State, არაფორმალური მმართველობის მქონე ძალიან დიდი ძალები. ცდილობენ ქვეყნების მეშვეობით საქართველოში თავიანთი გავლენების გაძლიერებას, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ. ეს არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების, ქართული საზოგადოების, კიდევ ერთი უხეში და უტიფარი და თავხედური ჩარევა ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. იმ ადამიანებს, რომელთანაც დიალოგს მოგვიწოდებენ, 61 მანდატი ჰქონდათ აქ. ხო და ასე რომ კეთილი ენებათ და მათვე მიეცათ დავალება, თუ ეხა ძალიან გული შეტკივათ აქ შიდა საქმეებზე და თავიანთ აგენტებზე, რომ დიალოგის რეჟიმი თურმე არ არსებობს, კეთილი ენებად შემოგძალებული იყვნენ და გაემართათ ის დისკუსია და ის დიალოგი კონსტრუქციულ ფარგლებში, როგორიც საჭიროა და შეეფერება დემოკრატიულ თავმოყვარე ქვეყანას. მაკრონი, მერცი, ტუსკი, ვაიმარის სამკუთხედმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთობლივი განცხადება გაკეთა და განცხადებაში დაწერეს, რომ გმობენ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც მათი განცხადებით გამოიწვია დემოკრატიის უკუსლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ განცხადების შინაარსი სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ემანუელ მაკრონმა მას პირადად სულ რამდენიმე დღის წინ ალბანეთში უთხრა. უსმენდით სოფო ბერიძეს. 26 მაისს ოპოზიციის ორგანიზებული აქცია მათ რეალურ მდგომარეობას ასახავს. ასეთია ხელისუფლების პოზიცია გუშინ ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტარის მონაწილეობით გამართულ შეკრებაზე რუსთაველის გამზირზე. ოპოზიციის აქციამ ოპოზიციონერების მოლოდინიც ვერ გაამართლა. კრიტიკის ობიექტი გახდა სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. შეფასებებს გაგვაცნობს მეგი ნარსავიძე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება და იზიარებს მის გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები ერთდროულად უნდა ჩატარდეს. ხოლო ნაწილი აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს და ამბობს, რომ ეს განცხადებები, მისი განცხადება არის ურთიერთ გამომრიცხავი. ვინც ეთანხმებიან მათ შორის არის გიორგი ვაშაძე და ოპოზიციაში არსებული მძიმე მდგომარეობა ვაშაძემ ყველაზე მკაფიოდ გამოხატა. მან ისაუბრა, რომ ოპოზიციას აქვს კონკრეტული მიზანი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა არ აქვთ გეგმა და ამ მიმართულებით ისინი გეგმას ქართული ოცნებისგან ელოდებიან და გეგმასთან დაკავშირებით დახმარებისთვის გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. თქვენ მოთხოვნა გაქვთ ქართულ ოცნებას ელოდებით, რომ გეგმა დადოს? ნახეთ, ქართული ოცნება პასუხისმგებელია იმ უმძიმეს ჩიხსზე და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში. ურთიერთ გამომრიცხავია ქალბატონის სალომეს განცხადება თავისთავად, რომ გვეუბნება, რომ ადგილობრივ არჩევნებს აზრი არ აქვს, ჩაგვიტარეთ საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის გუშინდელი აქცია ქართული ოცნების წევრების განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალებს არ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ასევე მათ დესტრუქციის რესურსიც არ აქვთ და სწორედ ამით არის განპირობებული მათი აბსურდული მოთხოვნები.
გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ მთელი ამ ხოლმე ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ და შემდეგ 3000 კაცი შეგრებეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალექსი ისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვანონსები. როდესაც საუბარი აქვს მათ რიგარეში საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ იციან, რომ არიან აბსოლუტურად აღებული, რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმე დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას. გუშინ როგორც ჩანს, მაინც გქონდათ რაღაც იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მოვიდოდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო უმახიანი ყოფილიყო მისი გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის არაფრის რესურსი აღარ აქვს. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. აგენტურული ხურდების ბოლოში რომ ხურდები დარჩათ აგენტურას იმისი რეალიზების სცენებს ხედავთ ყოველდღიურად. ხა გუშინ მოლოდინი გონათ რომ 1000-ობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე, რომ ვეღარაფერს ვეღარ შვება და წარმოიდგინეთ ლიდერად კვლავ ცდილობს თავი გამოაჩინოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. გუშინ რაღაც ვიდეო იყო დაატროლეს და ხელზე უნდა გემთხვიოთ და გაუწოდა თავი ახლა და შემდეგ თქვენ ალბათ ხედავთ რამდენად პირდაპირ პროპორციულია უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი. მეტი დაფინანსება ჩვენ გვახსოვს რომ ათეულობით მილიონი დოლარი როდესაც იხარჯებოდა პროტესტით შესაბამისი იყო. და ვინც ამ პროტესტში მართლა გულწრფელად იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანებს ალბათ ნამდვილად მართებ დაფიქრება. საპარლამენტო არჩევნები შედგა, საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა მონაწილეობა და შედეგები იყო ისეთი, რომელიც შეიძლება მათ არ მოეწონათ, მაგრამ ლეგიტიმურად ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ასეთი შედეგი. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ადგილობრივი არჩევნები არის ადგილობრივი არჩევნები და სულ სხვა საკითხებს ეხება და ზოგადად ამ საკითხების დაკავშირებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი ერთმანეთთან და ესეც კიდევ ერთი ზუსტად ბუნდოვანების და კიდევ ერთი საფუძველი არის იმისთვის, რომ შექმნან ახლა ახალი დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. რადიკალებს აქცია ჩაუვარდათ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. სხვადასხვა სახელით შეფუთული მარშები საბოლოოდ ისევ მიხეილ სააკაშვილამდე მივიდა. გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მრავლად იყო ბანერები მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და ასევე იქ მყოფმა ადამიანებმა მოისმინეს, რასაც იუკნებიჩენეს. სიტყვით გამოსვლა, რომელმაც მსჯავრდებულს სოლიდარობა გამოუცხადა. ნეგინა არსავიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არასწორი მიდგომაა და Deep State-ის გავლენაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაყოფა კი არის არამხოლოდ ხელოვნური და უსამართლო, არამედ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მსგავსი შინაარსის მილოცვის წერილებით ხალხი და ხელისუფლება გამიჯნეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლიეტუვის და ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რა თქმა უნდა ეს დაყოფა არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არამედ არის შეურაცხყოფელი ქართველი ხალხისთვის. ხო, ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს გასულ წელს, როდესაც 1,100,000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. ადრესატის გარეშე, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა ადრესატის გარეშე მილოცვა, ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რომბინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ Deep State-ის გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს პირდაპირ იგრძნობა Deep State-ის ზეგავლენა. თუ Deep State-მა უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთან. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ არა
ამერიკული მხარდაჭერა საქართველოს არ იარსებებდა. ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული ამერიკის შეერთებულ შტატებში, გულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენი მონაწილეობით, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ დახმარებაში, რა თქმა უნდა, არ ითვლება NGO-ებისთვის ჩამორიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ NGO-ებისთვის გადახდილი ფული არავითარი დახმარება არ იყო. ასევე არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩამოირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად 2008 წლის ომის შემდეგ. ეს არის უნიჭო მცდელობა, უნიჭო პოლიტიკური ესე ვთქვა თამაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით წესი რა უნდა იყოს, როდესაც შენ დემოკრატიული სახელმწიფო ხალხს მიჯნავ სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან, აქ უბრალოდ სისულელი ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. საერთოდ ხალხის მიმართ მილოცვა არის მიღებული ფორმა, ამაში არაფერი უცხო არ არის, მაგრამ იგნორირება მოახდინო, განზრა, ხან მინიშნება გააკეთო, რომ 1,200,000 ადამიანი ხალხი არ არის და ხალხი მხოლოდ ის არის, რომელიც თბილისი Open Air-ზე გამოდის, პოლიტიკური манипуляция ქვია ამას. იგივე მე ვფიქრობ, რომ არც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება უნდა იყოს ამითი კმაყოფილი. დღეს მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა Open Air-ზე ერთ-ერთი მუსიკოსის პერფორმანსთან დაკავშირებით. ჩემს საინტერესო არ არის რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ასეთ რაღაცას, რა მნიშვნელობა აქვს იქ რა დროშაზეა საუბარი. როდესაც გამოდიხარ რამდენიმე 1000 ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უბრალოდ უკულტურობა, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები. ეს ემსახურება მხოლოდ პროვოკაციას, ვერაფერი მოახერხებს, სხვა ნაცურ ფლანგს გულისხმობ, ვერაფერი და ეხა რაღაცა დაბიო, რაღაცა ამაზრზენი პროვოკაციით ვცდილობთ, რომ რაღაცა გამოიწვიოთ. არა, ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, ესეც პროვოკაციული კითხვა. ესეც ამაზრზენი კითხვა. საქართველოს მოქალაქე საქართველოში რუსული გამოძიება ვერ მიწვდება. დამთავრებულია. ამიტომ ისედაც დაცულია. საქართველოს კანონმდებლობა და თავის სახელმწიფო იცავს იმას. ერთი მხრივ აქეთ გამოდიან და ამბობენ, რომ ანწუხელიძე გმირია. ანწუხელიძე რომ გმირია, არ გვესწავლება არავისგან და ერთმა ახალგაზრდა ქართულმა გოგონამ გუშინ ეს მშვენივრად გამოხატა თავისი წინადადებებით. რომ სხვა ქვეყნის ემისრები ნუ გვასწავლიან ანწუხელიძე რომ გმირია. როდესაც არავინ აყენებს ერთგვარს მოცემულობას და შენ ამას სლოგანად გამოიტან, ცარიელი სპეკულაციაა. ეს ერთი და მეორე მხრივ როდესაც პროვოკაციაზე მიდიხარ იმ დაგვარზე რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ოკუპანტი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები გეხმიანებიან ეს არის იმ სახის პროვოკაცია რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დავალებით სრულდება და მხოლოდ აგენტურას შეუძლია თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს ყოველთვის იცავს კანონის სრულ შესაბამისობაში თავის ნებისმიერ მოქალაქეს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დიმიტრი სანაკოევს მოусმინეს. კითხვები შეეხებოდა 2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნინო არღულიანის ხდომის დეტალებით. დიმიტრი სანაკოევმა საგამოძიებო კომისიას დღეს უამბო შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს 5 საათზე შედგა და სადაც, როგორც სანაკოევი იხსენებს, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ თუ ცხინვალის რეგიონში დარღვევები გაგრძელდებოდა, ხელისუფლება ცხინვალში შევიდოდა. ამავე შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებულია. თუმცა ვისთან იყო და რა იყო შეთანხმებული, როგორც სანაკოევმა განაცხადა, ამ შეხვედრაზე მან ამის კითხვა ვერ გაბედა. დღეს მან გაიხსენა უშუალოდ ომის პერიოდიც 2008 წლის 8 აგვისტო და თქვა, რომ ამ დროს კომუნიკაციაში იყო მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, რომელიც შტაბში გორში იმყოფებოდა. სანაკოევი ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც არაადეკვატური იყო და გადაწყვეტილებების უნარი უბრალოდ არ ჰქონდა. ივლისიდან დაწყებული უკვე რაღაცა ის იყო, რომ ვერ გაჩერდება ეს ყველაფერი, ეს დაძაბულობა განვითარდება და განვითარდება. ადამიანს აქვს ეს
ბოლო ის არა იმედი რა, ბოლო იმედი იქნება და იქნება, მაგრამ სამწუხაროდ გამე ეს მოხდა რაც. მაგრამ ივლისში 2008 წლის უკვე ივლისში უკვე მართლა უკვე ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე. ივლისი-აგვისტოს პერიოდში თუ გქონდათ უმაღლეს მთავარსარდალთან, პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. 1 აგვისტოდან უკვე რო დაიწყეს უკვე გზები დაკეტილები იყვნენ, უკვე შესვლა ვერ შევეძლე იქეთ და ის რა ქვია, მივდიოდი 4-ში მინდოდა შესვლა ქურთაში და არ გამოიშვეს. მე დილით 5-ში მინდოდა უკვე უკან დამაბრუნეს ჩვენებმა უკვე არ ვერ შეხვალო იქაო რა, ძალიან დაძაბულია სიტუაცია და ჩვენ ვერავღარ კონტროლებთ იმ გზასო. ჩამოვედი და დამიბარეს შვიდში 5 საათს. რა გზაზე არის საუბარი? წილძნისი ერედი ისა რა ქვია, ქურთი. შემოვლითი გზაც რო იყო. რომელიც იყო თქვენი მთავარი ადგილი და სადაც უნდა შევიდოთ იქ აღარ შეგიშვეს 4-ში დიახ 4-შიც კი არა 5 საღამოთ და 6-ში ვინ გითხრათ არ ჩვენი პოლიციის გუშაკი მესხელმა და ჩვენებმა და არ შემოშეს და 7-ში დაგიბარეს 7-ში 5 საათზე დამიბარა ვინ პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა მაშინ უკვე აი პოპოვის კონფლიქტი იყო და ჩურჩევთან შეხვედრა ვერ მოახდინეს იქ არა და ესე მითხრა რომ დღესო აი ხლა ჯობიაო ეხლა მეც განცხადებას ვაკეთებო რა რომ დავამშვიდოთო სიტუაციაო იქნება და თქვენს გააკეთოთო მიმართვა იმ ოსეთის მიმართ თუ რამე დღეს კიდე დარღვევა მოხდებაო ეგრე უნდა შევიდეთ უკვე რა მაშინ. თქვენ რა უპასუხეთ? ზუსტად ამას ელოდებიან რუსები მეთქი. რა გიპასუხათ? ყველაფერი შეთანხმებულია უკვე არ მიგეშინიაო რა. ყველაფერი შეთანხმებულიაო? ხო. ვისთან არისო შეთანხმებული? აი, არ ვიცი და ვერ ვიკითხე რა. მე წამოვედი სახში, პირველი საათი იყო თუ 12 საათი იყო ესე დაახლოებით, როგორ უკვე პირველი ისინი რომ ტელევიზიიდან რომ დაიწყო ფართომასშტაბური ისინი. ომი და წახვედით გორში მეორე დილით. მეორე დღით. 8-ში დილით. სად ნახეთ ბატონ ივანო მერაბიშვილი გორში? რა ადგილას ნახეთ? სადღაც შტაბი იყო, ეხლა არ მახსოვს, ეხლა ერთადერთი სამხედრო ნაწილი შტაბი იყო რა. ვინ მარტო იყო, ვისთან ერთად იყო რა? შეხვედრა. ორივე მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო. მერაბიშვილი და კეზერაშვილი. დიახ. კეზერაშვილმა რა თქვა, არ მაქო ევაკუაციის გეგმა. კავშირიც არ მქონდა, პროსტო იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო მე როგორც ხედავ. არაადეკვატური იყო რას ნიშნავს? გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ. 7 არ იყო თავდაცვის მინისტრი? გადაწყვეტილების მიღების ის ჩანდა რომ უჭირს, აი რა ვიცი, სწორად როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება ეს ეხლა. არ იცოდა თავდაცვის მინისტრი. ჩემი აზრი იყო, ეხლა შეიძლება იცის, მაგრამ ესე ჩანდა ჩემთვის. იყო ასეთი კაცი ირაკლი ოქრუაშვილი, იცნობდით მას. ტელევიზორიდან იცნობ, მაგრამ პირადად შეხვედრა რას დროს ამ მქონდა. მან ერთხელ თქვა, რომ 2007 წლის ახალ წელსო შევხვდებით ცხინვალშიო. როგორ იქნა იქ აღქმული? ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა. რეაქცია რა იყო? ძალიან დიდი ზიზღი იყო ხალხის იმაზე ოქრაშვილის მიმართ. მე არ ვიცი რომელიმე ადამიანი რომელიც დღეს პატივს ემამ ცხინვალში ირაკლის. საგამოძიებო კომისიამ დღეს პაატა დავითაიას გამოკითხა, თუმცა დავითაიას მოთხოვნით ეს გასაუბრების პროცესი არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერის რეჟიმში. მოგვიანებით კი კომისიის თავმჯდომარემ თია წულუკიანმა განმარტა, რომ მასთან საუბრის მთავარი თემაც აგვისტოს მოვლენები იყო. ეს გახდათ 3 წევრის მიერ პირის გამოკითხვის ფორმატი. ამ გამოკითხვის აუდიო ჩანაწერი და შესაბამისი მასალები მიღებული ინფორმაცია ბატონი პაატასგან რა თქმა უნდა დაერთვება ჩვენი კომისიის ხდომის მასალებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია ჩვენი წევრებისაგან, კითხვა დაისვა პაატა დავითაიას მიმართ იმ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ ომი საქართველოს ამათ დაიწყეს და ჩვენ გვაინტერესებდა ამათ რას ნიშნავს და ომი დაიწყეს რას ნიშნავს. დანარჩენი ყველაფერი არის იქნება საქმის მასალებში. აგვისტოს მოვლენები არის ერთ-ერთი საკითხი, რასაც საგამოძიებო კომისია იკვლევს. მაყურებელმა იცის, რომ კომისია ასევე სწავლობს მედიის, ბიზნესის რეკეტისა და ასევე წამების არაადამიანური მოპყრობის და მკვლელობის საქმეებს.
მადლობა ნინო არღულიანს. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და ნიკა მელიას გირაოს საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს. ანუკი ჩხიკვაძე მოგვიყვება უფრო მეტს. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას ყოფილი თანაპარტიელები მელიას მოუწოდებენ, რომ არ გადაიხადოს გირაო და გაითვალისწინოს ოქროაშვილის გამოცდილება. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო კანონით გათვალისწინებული გირაო მათთვის არის შეურაცხმყოფელი. ამ კუთხით მმართველ გუნდში იხსენებენ წარსულ გამოცდილებაზე, მაშინ როდესაც ნიკა მელიას დაკავებას მოყვა ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის კრიტიკა და შეშფოთება. ისინი ამბობდნენ, რომ პროცესი მიმდინარეობდა პოლიტიკურ მოტივებზე და რომ იყო გადაცდომები, თუმცა ყველაფერს სპეკულაციებს პასუხი 2023 წლის 7 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლომ გასცა. მისასალმებელია ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილება და დასაფასებელია მათი ვაჟკაცობა, ვინც ამბობს, რომ მეც ამ გზას გავყვები და არც მე გადავიხდი სწორად და ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა ირაკლი ოქროაშვილმა. არაერთმა საელჩომ გააკეთა თავის დროზე მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო, მაგრამ დღემდე არც ერთ შესაბამის სახელმწიფოს, არც ერთ საელჩოს, არც ერთ ელჩს არ მოუხდია ამასთან დაკავშირებით ბოდიში. და ეხლა უფრო მეტიც კადრულობენ და იგივე სიმეორებენ 3 წლის თავზე. რაც ბუნებრივია უნდა იყოს საზოგადოების შეფასება. ის რაც შეეხება კანონის პატივისცემას ძალიან ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და სწორედ ამ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირებით, რომელსაც ახდენენ ძალიან ხშირად უცხოელი პარტნიორები. ეს არის ღია ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მართლმსაჯულებაში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველგან და რა თქმა უნდა საქართველოს როგორც სუვერენული ქვეყანა ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოვიდნენ კომისიის ხდომაზე და ვინმე ეუბნება, რომ არ მოსულხართო? უმარტივესია. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ აქ სადაოც არაფერი არ არის, რა უნდა თქვან, მე არ მიუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღაცა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა, იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ შიგნით ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარებინებს. ამ კუთხით დღეს წარსული გამოცდილება კიდევ ერთხელ გაიხსენა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მაშინ როდესაც ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს აკერებდნენ. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პროცესი იყო ევროპული კონვენციის შესაფერისი და რომ არ ყოფილა არანაირი გადაცდომა და პოლიტიკური მოტივებისგან იყო დაცლილი. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა ის, რომ ქვეყანაში მყოფ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქართული კანონმდებლობის დარღვევის უფლება არ აქვთ. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2021 წლის თებერვალში რა ვითარებაში მოხდა ნიკა მელიას დაკავება. არაერთი აქტორის მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოში შექმნილიყო პოლიტიკური დაძაბულობა, თითქოს ეს დაკავებაც და პატიმრობაც იყო უკანონო, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო და ასე შემდეგ. თუმცა 2 წლის თავზე 2023 წლის სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს ვითარება და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი და უფრო მეტიც არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში არ ქონია ადგილი. ამ გადაწყვეტილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის პასაჟი, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკოს ნებისმიერ ქვეყანაში მიეცეს იმის უფლება, იმის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური მოტივებით მან უარი განაცხადოს ხოლმე კანონის აღსრულებაზე, მან დაარღვიოს კანონი, რადგან ამგვარი დაშვება თავდაყირად ააყენებს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ მართლწესრიგს და უფრო მეტიც ეს შეუსაბამობაში იქნება თავად ევროპული კონვენციის სულისკვეთებასთან და სამართლის უზენაესობასთან. შესაბამისად ეს არის პრეცედენტული შეფასება და ვრცელდება ყველა მომავალ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსზე. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 29 მაისს გაიმართება. პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძემ 50,000 ლარიანი გირაო გადაიხადა. სხდომაზე დღეს ფარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც კომისიის წევრების სასამართლოში დაბარების საკითხს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით ჰქონდა შეფარდებული, რაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით გადაიხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის წარმომადგენელთა როლის ზრდას. ღონისძიებაზე წაიკითხეს სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი და მიმართვა დიასპორას. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ 27 მაისს ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა, რაც ჩვენს ერთიანობას უსვამს ხაზს. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გაწყვიტოს კავშირი და გავწყვიტოთ კავშირი ჩვენს თანამემამულეებთან. არც ქართველს ჩვევია ფესვების მარტივად დავიწყება. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ბოლო 10 წლის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა ქართული დიასპორის შესაძლებლობები. დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედებს 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია, 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, ფოლკლორული ასამბლები, თეატრები თუ მედია პლატფორმები. მათი ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს საგრანტო პროექტებს. ძვირფასო სტუმრებო, დიასპორის საკითხებში საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა საერთაშორისო ასპარესზე შეუმჩნეველი არ რჩება. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გახდა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყანა. თქვენ სადაც მოღვაწეობთ, ცხოვრობთ იმ ქვეყნებში წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ახართ ელჩები. მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენლები დაახლოებით 18 წელი მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა და ვიცი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა ყავს ოჯახი, შვილები, როცა სწავლობენ განსხვავებულ ენაზე და გიწევს რომ აზიარო შენს ორგანულს, ქართულს. ასევე დიდი როლი აქვს ჩვენს ეკლესიებს, ჩვენ სამრევლოს, ეპარქიას დიდ შრომას ეწევით იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა უფრო მჭიდრო და განვითარებადი იყოს ჩვენს შორის. როგორც პრეზიდენტი მინდა აქვე დავაფიქსირო და ჩემი ასე ვთქვათ ადმინისტრაციაც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ უკვე საქმიანად და პირდაპირ მნიშვნელობით ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ უფრო მჭიდრო გავხადოთ ჩვენი ურთიერთობები. დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა. კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა, რითაც თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია ვიამაყოთ. დიასპორასთან ურთიერთობისა თანამშრომლობის შენობა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე, ისეთ ფორუმებზე, როგორც არის მაგალითად გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენლების ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ასევე განსაკუთრებით განათლების საკითხებს ეძღვნება. მე მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული დიასპორა არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაყრმავებლად და მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, როგორც
კოლეგებმა გაუსვეს ამას ხაზი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. ქართველთა დიასპორები ყოველთვის ხიდის როლს ასრულებდა საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი კულტურის, ტრადიციების რწმენის, ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. დღესდღეობით მზარდი დეზინფორმაცია და ცრუ აღქმების ფონზე დიასპორის წარმომადგენლების აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ძვირფასო დიასპორელებო, მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი, დემოკრატიული, მშვიდობიანი, წარმატებული საქართველოს მშენებლობას, იზრდება თქვენი როლიც ამ საერთო საქმეში. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს. საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენს დიასპორელებთან და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის. დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილედ. ქრისტეს მიერ საყვარელნო, დანო და ძმანო, ჩემო სულიერო შვილებო, ღვთისწყალობით კვლავ დადგა დღე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრის. მე არაერთხელ მომიმართავს თქვენთვის და ახლა მინდა თქვენ მომმართოთ წერილობით და მითხრათ, რა სურვილები და წინადადებები გაქვთ ისეთი, რომელიც არის რეალური და ხელს შეუწყობს თქვენი და თქვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხელს შეუწყობს საქართველოსთან თქვენს დაახლოებას. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად დიდია თქვენი პასუხისმგებლობა. გილოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში. ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბინჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. ეთერში ახლა რეკლამის დროა, დაგვალოდეთ. პირდაპირ ეთერში ბრუნდება. პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მთავარი აქცენტი გაკეთდა 26 მაისზე სუვერენიტეტის დაცვასა და ეროვნულ ინტერესებზე. გილოცავთ ყველას 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არ არის ერთადერთი დღე, რომელიც საქართველოს ისტორიას ამშვენებს. საქართველოს აქვს თავისი 3000 წლოვანი ისტორია. და მთელი ეს ისტორია გაჟღენთილი არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან კრიტიკა საქართველოს მიმართ. ისინი გმობენ საქართველოში დემოკრატიის უკუსლას. ოღონდ როგორც წესი და როგორც სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს, არასდროს არ კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსლა. იმაში, რომ ოპოზიცია არასდროს არ აღიარებს დამარცხებას, თუ იმაში გამოიხატება დემოკრატიიდან უკუსლა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის უპირობო მოთხოვნაა გამჭვირვალობა ყველგან და ყველაფერში. თუ დემოკრატიისა და ფასეულობებისგან უკუსლა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალს ქალი ქვია, კაცს კაცი ქვია, თუ დემოკრატიისგან უკუსლა არის ის, როდესაც იგივე უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისკენ წახალისება, სიზღვის და დაპირისპირების ენის და პოლიტიკის გატარება. გუშინ იყო ასევე ჩვენი ეროვნული გმირის, უმაგრესი ქართველის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ თითოეულ ქართველს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავის გაწირვა ეს არის პატივი. მთელ მსოფლიოში ომის
და უბედურების სურნელი ტრიალებს კიდევ ერთხელ შთააგონებს თითოეულ ქართველს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ეს არის ჩვენთვის დღევანდელ დღეს პატივი. გილოცავთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გვიამაყება და გვაერთიანებს. ვაიმარის სამკუთხედს მოუწერია, საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს. ქართველ ხალხს გილოცავთ და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არაო. მივმართო მინდა ამ ადამიანებს, საქართველოს ბევრჯერ გაუვლია ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი დაბრკოლებები, მაგრამ უფლის წყალობით უგზო-უკლოდ არასდროს დაკარგულა, დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. თვით რასაც გამოვიდა აქციაზე, ის ქალბატონი ევროპის უსაფრთხოება საქართველოზე რომ გახტავს, ოღონდ თვითონ იყოს უზრუნველად. ჩვენ საყვარესი ვიომეთ და თუ კი ეს საჭირო იქნება, თქვენგან ნამდვილად არ გვესწავლება. ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად თავს დაგვესხნენ რადიკალური აქტივისტები, სისტემატური და კოორდინირებული თავდასხმით. მათი მოქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მოხლისა. ჩემი როგორც პარლამენტარის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულება უზრუნველყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩევრის საფუძველი. მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვანების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაიხვა, მით უფრო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონპროექტი. ცვლილებების მიხედვით დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. დეპუტატების განცხადებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, ასევე მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სამსახურების ზედმხედველობას, ასევე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. სამსახურის გავლის წესი ხოლო ეს კომპონენტიც რომ ავიღოთ, იქნება განსხვავებული, მთლიანად შემუშავებული იქნება ეს სააგენტოში, ის წარუდგენს ხელმძღვანელს, სუსის ხელმძღვანელს და ის დაამტკიცებს. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მის ავტონომიურობაზე. მისი ხელმძღვანელი არა მხოლოდ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, არამედ ნორმატიული ხასიათის სამართლებრივ დოკუმენტებსაც გამოსცემს. ეს მეტყველებს ამ საქვეუწყებო დაწესებულების და მისი ხელმძღვანელის გარკვეულ ავტონომიას. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურებს ექნებათ ისეთი მაღალი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, როგორც დაზვერვის სამსახურის მოსამსახურებს ჰქონდათ აქამდე. რა თქმა უნდა, საგარეო დაზვერვის ამოცანები არ შეიცვლება და არ შეიძლება შეცვლილი ყოფილიყო. ის უბრალოდ კოორდინაციაში იქნება ერთიანი უსაფრთხოების სისტემასთან. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებებით საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები, ანუ ის მუხლები, რომლებსაც გამოძიებას აწარმოებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, კომპეტენციურად დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო საქართველოს პროკურატურა განახორციელებს შესაბამის მძიებას და ის ბუნდოვანება, რაც არსებობდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, აღმოფხვრილი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ქვეყნის უმაღლესი ორგანოების კომპეტენციას მიეკუთვნება გამოძიება, როგორც არის მაგალითად საქართველოს პროკურატურა და არ არსებობს იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე მისი დამოუკიდებლობის გარანტია ასახული არის ჩვენს უმაღლეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში. შესაბამისად ის ვალდებულება, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს დამოუკიდებელმა ორგანომ, პირდაპირ უზრუნველყოფილი იქნება და შესაბამისი მუხლები, რომელიც განსაზღვრული არის ეხლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში გამოძიებასთან დაკავშირებით, გადადის პროკურატურასთან.
Air Astana-მ ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა. ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ თბილისი ატირაუ საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში 3ჯერ იფრენს. ასევე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში 5ჯერ ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ეს არის ატირაოს მიმართულება და არის ყაზახეთში მესამე მიმართულება ჩვენი აეროპორტიდან. მოგეხსენებათ, უკვე სრულდება რეისები ალმა-ატას მიმართულებით, ასევე ასტანას მიმართულებით, ჯამში 15 სიხშირით, რასაც დაემატა ატირაო კვირაში 3 სიხშირით. მივიღეთ 125 მგზავრი, რაც არის პირველი რეისისთვის საკმაოდ კარგი ციფრი. ატირაო არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, სამრეწველო ქალაქი ყაზახეთში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მიმართულება დაემატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გაცვლით პროგრამებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, ასევე კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კოლაბორაციას ითვალისწინებს. მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტი არის საქართველოში იმისთვის, რომ განამტკიცოს ურთიერთობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩემთვის როგორც ელჩისთვის დიდი პატივია, რომ დავესწარი ამ შეთანხმებას. ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება, რომ განმტკიცდეს თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ლეობენის უნივერსიტეტისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ეწერება ხელი. ჩვენი მიზანი მინერალური რესურსების მდგრად ვითარებაზე მუშაობა. დღევანდელი დღე კულმინაცია იქნება იმ შეთანხმებების, რომელიც ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი ახალგაზრდებს ექნება ჩანსი და ჩვენ სტუდენტებს საშუალება იმის, რომ ჩავიდნენ ავსტრიაში, გაიარონ პრაქტიკები და ასევე თხოვნა არის ავსტრიელების მხრიდანაც, რომ მათი სტუდენტები ჩვენთან ჩავონეს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი სპორტული მიმართულებით მომუშავე ექიმების, ფიზიოთერაპევტებისა და მწვრთნელების დაახლოების ხელშეწყობა. აღონიზებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სპორტული მედიცინის განვითარება. თანამედროვე სპორტი, თანამედროვე სპორტული მედიცინის გარეშე შეუძლებელი არსებობდეს. დღეს ბათუმში გამართული კონფერენცია ზუსტად ამ მიზნას ემსახურება, რათა ჩვენმა სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ჩვენი უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებები. საერთაშორისო ორგანიზებები ხედავთ, რამდენი ტექნოლოგიები შემოდის, სადაც ვიტყვით, რომ იმ ტექნოლოგიების ავტორებიც კი ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ლექციებს აუკითხავენ ჩვენ სპორტული მედიცინის წარმომადგენლებს, ექიმებს, რეაბილიტოლოგებს, მასაჟისტებს და სამინისტრო რა თქმა უნდა ხედავს ამას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა დაწყებული, ტექნოლოგიები დამთავრებული, ყველაფერი ქონდეს. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.